დღევანდელი დღის თემა. მოაყვანინა იაკობი თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი. ხომ ნახეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერება, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარება და იუდეველების უკიდურესი უგრძნობელობა? ხომ დაინახეთ ნეტარი მათე უფლის მორჩილებით და თავისი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებით, როგორ გვასწავლის ჩვენ, ყველას რომ უზენაესის მადლის მიღების შემდეგ ჩვენი ნებაა სათნოებებს მოვიხვეჭ თუ ცოდვას. და რომ შეგვიძლია ჩვენი გულმოდგინებით გავხდეთ სათნოები და უდევრობით კი ცოდვების უსყულში აღმოვჩნდეთ ჰომილიები მეზვერეზე, რომელიც უსიტყვოდ გაჰყვა უფალს, ესე იგი ჰომილია მათეს შესახებ, რაზეც საუბრობს აქ წმინდა ოქროპირი, შესაქმის ჰომილიათა შორის არ ჩანს. თუ აქ არ მოიაზრება წმინდა იოანე ოქროპირის საუბარი მათეს სახარების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეზვერე მათეს შესახებ განსაკუთრებულ საუბრებს ჩვენამდე არ მოუღწევია. იმით განსხვავდებით ჩვენ უტყვებისაგან, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა ღირს ყო გონიერებით და ჩვენს ბუნებაში სიკეთის და ბოროტების შეცნობა ჩადო. ასე რომ არავინ უნდა გაიმართლოს თავი იმით, თითქოს სათნოებას იმიტომ არ უფრთხილდება, რომ ხელმძღვანელი არ ჰყავს ამ გზაზე. საკმაო ხელმძღვანელი გვაქვს, სინდისი, და შეუძლებელია ვინმე მოკლებული იყოს მის თანადგომას. ადამიანის შექმნისას მასში ჩადებულია იმის შეცნობა, რა უნდა გააკეთოს, რომ ამ ცხოვრებაში სათნოების წრთობით ჯილდო მიიღოს და მარადიულ ცხოვრებაში გვირგვინით შემკობის ღირსი გახდეს. საყვარელნო, ვიცით რა ეს ყოველივე, დავამცირებთ საკუთარ ღირსებებს, ვიქნებით უმადურები ასეთი წყალობისთვის და დავეწაფებით დროებით სიამოვნებას, გავიმზადებთ ჩვენთვის მუდმივ სატანჯველს. მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება ისე, რომ მუდმივად ვგრძნობდეთ ფხიზელ თვალს, ჩვენი ფარული აზრების მხედველს. ისე ვიცხოვროთ, შემოფარგლულნი ვიყოთ სულის შემწეობით და ვაჩვენოთ ჩვენი გულის კეთილი განწყობა. ამგვარად, მივიზიდავთ უზენაესის შემწეობას, რათა მისი თანადგომით გავიმარჯვოთ მტერსა და მოწინააღმდეგეზე და მათი მზაკრობა გავაუნებელყოთ. შევძლოთ ვისიამოვნოთ იმ სიკეთით, რომელიც უფალმა აღუთქვა მის მოყვარულებს. ამიტომ არავინ უნდა უყურებდეს სათნოების სირთულეს, მხედველობაში მივიღოთ მისგან წარმოქმნილი სიკეთე, მზადყოფნით გადავლახოთ ყველა სირთულე. თუ ისინი, ვინც ყოველდღიურ საქმეებში არიან ჩაფლულნი და სიმდიდრის დაგროვებაზე ზრუნავენ, ყველაფრისთვის მზად არიან, ხედავენ ყველა საშიშროებას. გემის ჩაძირვას, მეკობრეების თავდასხმას, თუმცა უკან არ იხევენ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ არიან დარწმუნებულნი თავიანთი საქმის წარმატებით დასრულებაში რა გამართლება უნდა გქონდეს ჩვენ, როცა არასრული გულმოდგინებით და მოშურნეობით ვაწრთობთ სათნოებას მარადიული კეთილდღების მისაღებად? რატომ ვართ ასეთი უმადურნი ჩვენი კეთილის მყოფელის მიმართ? რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რაც უკვე მოგვეცა, იმაზეც, რაც აღთქმულია? ნაცვლად ამისა ყველაფერს ვივიწყებთ, თელს ცხოვრებას, ცხოველების მსგავსად უმიზნოთ და განუსჯელად ვატარებთ. არ ვზრუნავთ სულისთვის, მხოლოდ მუცლის ამოვსებაზე ვფიქრობთ და ჩვენს საწყალ სხეულს დიდ ზიანს ვაყენებთ. სიამის ძიებაში ზომიერების შეგრძნებას ვკარგავთ და ხორცზე გადაჭარბებული ზრუნვით სულს მშიერს ვტოვებთ. სული ხომ სხეულზე მნიშვნელოვანია, როცა სული სხეულს ტოვებს, სხეული მკვდარი რჩება. ასე რომ სულისთვისაც უნდა მოვიპოვოთ ჩვეული და მისი ბუნების შესაბამისი საკვები. თუ ზომიერებას არ დავიცავთ, ესე იგი, სხეულს საჭიროზე მეტად გამოვკვებავთ, სულს შიმშილით სასიკვდილოდ გავწირავთ, ორივეს დავაზიანებთ. ის, რითიც მბრძანებელი ყოველთა უდიდესი მრისხანებით, ემუქრებოდა იუდეის ხალხს. მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილ წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. გვასწავლის, რომ იმ ხორციელმა შიმშილმა შეიძლება დაასუსტოს სხეული, უფლის სიტყვის არ მოსმენა კი სულს აზიანებს. იმას, რითიც მაშინ უფალი ადამიანებს ემუქრებოდა, ახლა საკუთარი სურვილით ვაკეთებთ. ეს განსაკუთრებული უგუნურებაა მაშინ, როცა უფალმა ასეთი მზრუნველობა გამოიჩინა ჩვენზე და მისი განგებით, საღვთო წერილის კითხვით ვიღებთ მოწურის შეგონებას. ამიტომ გთხოვთ, გადადოთ ყოველგვარი სიზარმაცე, თუნდაც ცოტათი გამოვცოცხლდეთ და სულის გადარჩენისკენ მივმართოთ ძალისხმევა. ამგვარად, თქვენც დაიმსახურებთ ღმერთის კეთილგანწყობას და ჩვენც უფრო გულმოდგინენი ვიქნებით თქვენს დარიგებაში, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი აღთქმა საქმით სრულდება. როცა მიწათმოქმედი ხედავს, მიწა მზადაა დასამუშავებლად და მრავალ ნაყოფს მოუტანს, თვითონაც დიდი გულმოდგინებით გამოდის სამუშაოდ. ზუსტად ასევე ვართ ჩვენც, როცა ვხედავთ წარმატებულ ღვთისმოსაობას, თქვენს მცდელობას, საქმით აღასრულოთ ჩვენი შეგონებები, კიდევ უფრო მეტ შრომას მივმართავთ თქვენს დასარიგებლად, ვიცით რომ არა ქვაზე, არამედ ნოყიერ და ღრმა ნიადაგში ვთესავთ თესლს. დარიგებებს ყოველდღიურად იმისთვის გთავაზობთ, რომ აქედან სარგებელი გქონდეთ, რომ ამრავლოთ კეთილი საქმეები, ჩვენ კი თქვენი წარმატებების დანახვა გვიხაროდეს. საჭიროების გარეშე უმიზნოდ ხომ არ გსურს თქვენთან საუბარი, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენგან ქება მივიღოთ და ტაშისკვრით გახვიდეთ აქედან? ამისთვის არა, ღმერთმა არქნას, ეს თქვენს სასარგებლოდ გსურს. ჩემთვის ყველაზე დიდი და საკმარისი ქება ისაა, თუ ვინმე ბიწიერებას მიატოვებს და სათნოებას მიმართავს. თუ ვინმე ადრე რომ უზრუნველი იყო, ჩვენი შეგონებით გულმოდგინე გახდება, ეს მომიტანს მეუდიდეს ქებას და სიმშვიდეს. თქვენ კი დიდ სარგებელს და სულიერ სიმდიდრეს.
მე ეჭვი არ მეპარება თქვენ უდიდეს გულმოდგინებას გამოიჩენთ, რადგან ვიცი ღვთივგანსწავლულნი ხართ და სხვების დამოძღვრად ძალგიცთ. ამიტომ წყვეთ აქ ამაზე საუბარს და ჩვეულ ქადაგებას განვაგრძობ ნეტარი მოსეს სიტყვებიდან, უпростоრად სულიწმინდის სიტყვებიდან, რომელიც მოსეს საშუალებით განგვიცხადდა. თქვენ ცოტა ხნის წინ გაიგეთ, როგორ მოიქცა იაკობი რებეკას რჩევით, მიიღო მამის კურთხევა, აღასრულა ეს საქებარი მიტაცება, რის შემდეგაც ღირს იქმნა უფლის თანადგომის და მისი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა. ესავს ძლიერი შური აღეძრა ძმის მიმართ, ისე რომ მკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ასეთია დამღუპველი ვნება არ გაჩერდება, ვიდრე შეპყრობილ ადამიანს უფსკვლულში არ ჩააგდებს. ვიდრე ცოდვამდე მკვლელობამდე არ მიიყვანს, იმიტომ რომ მკვლელობის ფესვი შურია. ასე იყო დასაწყისშიც კაენსა და აბელს შორის. კაენსაც არაფერი ჰქონდა ისეთი არც პატარა, არც დიდი, რაშიც ძმას დაადანაშაულებდა, მხოლოდ დაინახა, რომ ღმერთი კეთილგანწყობილია აბელის მიმართ მისი სიკეთისთვის. თვითონ კი საკუთარი დაუდევრობისთვის გარიყული. მაშინვე შურით აენთო და გონებაში მკვლელობის ფესვი გაჩნდა, მალე გამოჩნდა მისი დამღუპველი ნაყოფიც და მკვლელობა განახორციელა. ახლაც როცა ესავმა დაინახა, რომ ძმამ მამის კურთხევა მიიღო, ბრაზმა შეიპყრო და შურმა მკვლელობისკენ უბიძგა. მაგრამ საოცარი დედა იგრძნო რა საფრთხე. შვილის მიმართ დედობრივ სიყვარულს ამჟღავნებს და რჩევას თავაზობს, როგორ იხსნას თავი ძმისგან. მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი. ახლა მომისმინე, შვილო, ადექი და ჩემს მასთან ლაბანთან გაიქეცი ქარანში. გამოცდილება გაჩვენებს ამბობს ის, რომ სასარგებლოს გთავაზობ. როგორც დაიჯერეთ ჩემი სიტყვები და უდიდესი ლოცვა კურთხევა მიიღე მამისგან, ახლაც ასევე მოისმინე, რომ ხელიდან დაუსხლდე ძმას. ამგვარად, საფრთხისგან თავს დაიხსნი, მე კი დარდს ამაცილებ. კანონისამებრ, თუ ამას გაბედავს დაისჯება, მაშინ მეც ყველა მხრიდან დარდი გამიორმაგდება. მაშ ასე, ადექი და ჩემს ძმასთან ლაბანთან გაიქეცი ქარანში. ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას. სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს? ეუბნება წადი ჩემს ძმასთან, ლაბანთან და იცხოვრე მასთან. ბუნებრივია, რომ დაშორება და დროის გაყვანა უკეთესია. ჟინი დაოკდება, შური ჩაქრება და ის დაივიწყებს, რომ მისთვის განკუთვნილი კურთხევა მიიტაცე. დაავიწყდება, რაც უყავი. ბუნებრივია, რომ ძვინვარებს ეუბნება დედა, ამიტომ უკეთესია გაერიდო მის გაშმაგებას. როცა დროთა განმავლობაში ამას დაივიწყებს, შენ უკვე შეგეძლება აქ უსაფრთხოდ დასახლდე. შვილი რომ არ დანაღვლიანებულიყო, როცა უცხო ქვეყანაში წავიდა, შეხედე, როგორ ამშვიდებს ყმაწვილის სულს. პირველ რიგში, წადი ჩემს ძმასთან, ლაბანთან. ნუ თუ მე ამბობს, ვინმე უცხოსთან წასვლას გაიძულებ. ჩემს ძმასთან. ერთხანს იცხოვრე მასთან ამბობს, რამდენიმე დღე იცხოვრე, სანამ რისხანება ჩაცხრება. ახლა მისი მრისხანება ძლიერია. მას ჟინი მართავს. მამის არანაირი პატივისცემა არ აქვს. ძმის სიყვარულს გონებაშიც არ გაივლებს. მხოლოდ ერთით არის დაკავებული მრისხანება დაიკმაყოფილოს. შეგატყობინებ ამბობს ის ისევ, წამოგიყვან იქიდან. დაგაბრუნებ, ამიტომ წადი გაბედულად, რადგან შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. მე ყველაფერს განვიცდი და მეშინია ორივე თქვენთაგანის გამო არ მინდა დაგკარგოთ არც ერთი და არც მეორე. ყურადღება მიაქცე დედის კეთილგონიერებას. საკუთარი გრძნობები ამოძრავებს, უფრო ზუსტად კი ახლანდელ შემთხვევაშიც ღმერთის წინასწარმეტყველების შესრულებას ემსახურება, რჩევას აძლევს შვილს. იმავეს, რასაც ქრისტე ჩააგონებდა თავის მოწაფეებს, როცა მათ ურჩევდა. თავის საფრთხეში კი არ ჩაეგდოთ, არამედ განრიდებით დაეუკებინათ ვნებები. ამასვე სთავაზობს ის შვილს, უპირველესად, რჩევას აძლევს და სულიერად ამხნევებს, რომ წასვლა არ განიცადოს, შემდეგ მოგზაურობისთვის შესაფერის მიზეზს წარმოადგენს, რათა მისი წასვლის ნამდვილი მიზეზი არ გაცხადებულიყო, არც მამას ცოდნოდა და არც მასზე გაბრაზებულ ესავს. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმა ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი რაღაც მინდა მაშინ თავი ცოცხალი. შეხედე, როგორი შესაფერისი საბაბი იპოვა. როცა თქვენ უზენაესი თანა გიგრძნობთ, ის რაც შეუძლებელია, შესაძლებელი ხდება, მძიმე მსუბუქდება. რადგან ეს ჩანაფიქრი უფლის ნებას მიესადაგებოდა, ამიტომ ღმერთმა მას ყველაფერი ჩააგონა, რასაც შეიძლება სახლის მომავალ მშენებლობასა და მისი შვილის გადარჩენაზე ზემოქმედება მოეხდინა. შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმა ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი რაღაც მინდა მაშინ თავი ცოცხალი. აქ მგონია ესავის ცოლების ცუდ ხასიათს გულისხმობს, სახელდობ იმას, რომ ისინი მისი მრავალი გულისტკივილის მიზეზი იყვნენ. ზემოთ საღვთო წერილი მოგვითხრობდა, რომ ესავმა ცოლები მოიყვანა ხეთელებისგან და ეველისაგან და შეაწუხეს ისააკი და რებეკა. სურდა ეს შეეხსენებინა ისააკისთვის და რებეკა, თითქოს ისე სხვათა შორის ეუბნება. იცი შენ, როგორ გამიმწარეს ცხოვრება ესავის ცოლებმა მათი ბოროტი ხასიათის გამო. ახლა მე არაკეთილგანწყობილი ვუყურებ ხეთელების შვილებს და მათი გულისთვის მძულს მთელი ეს ხალხი. თუ ისე მოხდება, რომ იაკობი მათგან წამოიყვანს ცოლს, მაშინ გადარჩენის რა იმედი დამრჩება მე? რაღაც მინდა მაშინ თავი ცოცხალი.
თუ მათი ატანა არ შეგვიძლია და იაკობიც ეცდება ამ მიწის შვილი მოიყვანოს ცოლად, მაშინ ჩვენი ცხოვრება დამთავრებულია. ისააკმა მოისმინა ეს. გაახსენდა ესავის შეურაცხყოფა ცოლებისგან, მოიხმო ისააკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა. ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან. ადექი და წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბათოელის სახლში და მოიყვანა იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული. ამითაც არ დაკმაყოფილდა. სურდა უფრო მეტად განეწყო მოგზაურობისთვის, ისევ განმოთქვამს ლოცვა კურთხევას და ამბობს: ყოვლადწლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები. მოგცემს აბრაამის კურთხევა შენ და შენ შთამომავლობა შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს. ნახე, მართალი მას ყველაფერს უწინასწარმეტყველებს და საკმაო საშუალებას აძლევს დასამშვიდებლად. უწინასწარმეტყველებს დაბრუნებას და მიწების მემკვიდრეობით მიღებას, რომ ის არა მარტო გაამრავლებს შთამომავლობას, გუნდი ადამიანებისა წამოვა მისი ოჯახიდან. მოისმინა ეს, შვილმა შეასრულა მამის ბრძანება, წავიდა მესოპოტამიაში ლაბანთან, თავისი დედის ძმასთან. ესავმა ეს რომ გაიგო და ისიც რომ იაკობმა კურთხევასთან ერთად მიიღო მითითება მამისგან არ მოიყვანოს ცოლი ქანაანელთაგან და გაემგზავრა მესოპოტამიაში. თითქოს სურდა გამოესწორებინა თავისი შეცოდება და გული მოელბო მამისთვის, ნათქვამია. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მაელეთი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნაბეოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით. ხედავ, საყვარელო, როგორი კეთილგონიერებით გამოიხსნა იაკობის საშიშროებიდან ამ მოსიყვარულე დედამ, წარმოადგინა შესაფერისი მიზეზი მისი გამოხსნისათვის. არც ესავის გაბრაზება გაამჟღავნა, მამას არ გაუმხილა ნამდვილი მიზეზი. შვილს კი სიტუაციისთვის შესაბამისი რჩევა მისცა, რომ შიშით დაეყოლიებინა მისი სიტყვების მიღებაზე. ჩააგონა მამას ამის შესაბამისი აზრები, ამიტომაც დათანხმდა მართალი მასთან საუბარს და გაუშვა სამოგზაუროდ ლოცვა კურთხევით. მაგრამ თუ გსურთ და ჯერ კიდევ თუ არ დაიღალეთ, ვნახოთ იაკობი როგორ მოგზაურობს. თუ ყურადღებით ვიქნებით, აქედანაც შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ, იმიტომ რომ მართალთა მოქმედების წესი თავის თავში მოიცავს ყველაზე სასარგებლო სიბრძნეს. შეხედე ახლა ამ ყმაწვილ სახლში გაზრდილს, არასდროს რომ არ გამოუცდია არც მოგზაურობის სირთულე, არც უცხო მიწაზე ცხოვრება, არც არანაირი წუხილი. შეხედე როგორ მოგზაურობს და დაეწაფე უდიდეს სიბრძნეს. გავიდა იაკობი ფიცის ჭიდან და გაემართა ქარანს. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად დაწვა იმ ადგილას. ხედავ, ამ გამოუთქმელ სიბრძნეს. ხედავ, ძველად როგორ მოგზაურობდნენ. ოჯახში აღზრდილი ადამიანი, რომელსაც ემსახურებოდნენ, იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები, მიემგზავრება, არ მოითხოვს საპალნე ცხოველებს, არც სამგზავრო თადარიგს იჭერს. იწყებს მოგზაურობას მოციქულთა მსავსად. როცა მზე ჩავიდა, იქვე დაიძინა, სადაც დაუღამდა, აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას. ყურადღება მიაქცია ყმაწვილის ვაჟკაცობას. ბალიშის ნაცვლად ქვა გამოიყენა, მიწაზე დაიძინა. სწორედ იმიტომ, რომ ღვთივგამზნობილი სული ჰქონდა, მტკიცე გონება და გაუცხოებული იყო ყოველგვარ ცხოვრებისეულ ამაოებას, ღირს იქმნა ღვთაებრივი ხილვის. ასეთია უფალი ჩვენი. როცა ხედავს კეთილმოაზროვნეს სულს, აწმყოზე მცირედ მზრუნველს, უდიდეს განგებას მოულენს მას. შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭრედს უკეთ, რომ თქვათ, თვით ღმერთის გამოცხადების ღირს იქმნა. ნათქვამია ეს იზმრა. მიწაზე კიბე დგას და თავით ცას წვდება. უფლის ანგელოზები ადი ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევ ხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. თვალი მიადევნე აქ ღვთიურ მზრუნველობას კაცთმოყვარე უფლისა, ის ხედავდა, რომ იაკობი დედის რჩევით, ძმის შიშით დაადგა გზას და მოგზაურობს როგორც ვიღაც მწირი, არსაიდან აქვს ნუგეში, ყველაფერში მხოლოდ უზენაესის დახმარებას ეყრდნობა. იმ თავითვე მოგზაურობის დასაწყისიდანვე სურდა განემტკიცებინა მისი მისწრაფება, ეცხადება მას და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. მე გავაკეთე ის, რომ პატრიარქმა და მამამ შენმა ესოდენ დიდებას მიაღწიეს. ამიტომ ნუ გეშინია, არამედ იწამე, რომ მე შევასრულე მათთვის მიცემული აღთქმა, შენს ღირს ყოფ ჩემი განგებით. ნუ გეშინია, მხნედიყავი, დაივიწყე ყველა შიში, ირწმუნე, რასაც მე გეუბნები. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევ ხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. არ იფიქრო, რომ თუ შენ ახლა უცხო ქვეყანაში მიდიხარ, იმ მიწას დაკარგავ, რომელზეც დაიბადე, სადაც აღიზარდე და დავაშკაცდი. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ.
კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. ნახე ღმერთი როგორ უწინასწარმეტყველებს ყველაფერს, რაც იქნება დიდი ხნის შემდეგ. ასე ღმერთი ჩვეულებრივ ყოველნაირად ქმნის ყველა წმინდანთან დამოკიდებულებაში. აძლევს აღთქმას, მაგრამ მაშინვე არ ასრულებს, არამედ ცდის მართალთა მორჩილებას და მოთმინებას. შემდეგ კი აღთქმულს უდიდესი სიუხვით ასრულებს. მართალს განსაკუთრებით სჭირდებოდა დამშვიდება მაშინდელი თავისი მდგომარეობის გამო, ამიტომ შეხედე, კეთილი მეუფე, მომავლის აღთქმასთან ერთად, როგორ აიმედებს, რომ მომავალში ახდება ის, რასაც ახლა უცხადებს. არ იფიქრო, ამბობს ის, რომ მე მხოლოდ მომავალს შეგპირდი. არამედ ამჟამადაც შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ, ამიტომ არ იფიქრო, რომ მოგზაურობაში მარტო იქნები. მე ვიქნები შენი თანამგზავრი. მე ვიქნები მთელი გზის განმავლობაში შენი დამცველი, რომელიც ყველა სირთულეს დაგაძლევინებს, მძიმე შეგიმსუბუქებს. შემდეგ უფრო მეტად ამშვიდებს, სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს. კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, ნუ გეშინია, რომ დარჩები მუდმივად უცხო ქვეყანაში. არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. არ დაგტოვებ, შენ ამბობს, რასაც შეგპირდი, ყველაფერს შეგისრულებ. ვის შეუძლია ღირსეულად გაოცდეს უფლის კაცმოყვარეობით და უკიდურესი შემწყნარებლობით. ნახე, მრავალი აღთქმა მისცა მან წმინდანს და გაამხნევა იგი სულიერად. საოცარია კაცთმოყვარეობა უფლისაა, წარმოიდგინე მართლის კეთილგონიერება. ასეთი აღთქმის შემდეგ 20 წელი გაატარა ლაბანთან, არ დარდობდა, დროის ასეთი ხანგრძლივობის გამო გული არ გაუტეხავს, ყველაფერი გულმხურვალედ გადაჰქონდა აღთქმის მოლოდინში. იცოდა, რომ შეუძლებელია ღმერთის მიერ აღთქმული არ შესრულდეს, განსაკუთრებით თუ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ შევუერთეთ ამ რწმენას მოთმინებით და სრული რწმენით, რომ აღთქმა ასრულდება. მისგან შედგება ჭეშმარიტი რწმენა, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ხილულ მოვლენებს, თუნდაც ისინი აღთქმის საწინააღმდეგო იყოს, იმედი გქონდეს შემპირებლის ყოვლის შემძლეობის. ჯერ შევხედოთ მართლის კეთილგონიერებას. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი? სხვა რა უნდა იყოს თუ არა უფლის სახლი? ეს ცათა კარიბჭეა. ღმერთის უდიდესი კაცთმოყვარეობით შეძრული მართალი არ შეშინდა და თქვა: სხვა რა უნდა იყოს თუ არა უფლის სახლი? ეს ცათა კარიბჭეა. ამ ადგილს ამიერიდან თაყვანს ვცემ, რადგან სახლია ღვთისა. ღირს იქმნა რა ასეთი გამოცხადების და დავინახეთ რა ჩვენ ციური კარი სამართლიანობის გამო უნდა მივაგოს სამაგიერო პატივი უფალს. ადგა დილა ადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასტუმლად, რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედზეთი დაღვარა. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი. წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს. ადრე ამ ადგილს სხვაგვარად ეწოდებოდა. რადგან ის ღირსი გახდა უდიდესი მაგალითის ხილვის, ამიტომაც სურს თავად დასახელებით მისცეს ამ ადგილს ღირსახსოვარი სახელწოდება და მომავლისთვის საცნობელ გახადოს. დადო ქვა ბოძის ნაცვლად, დაასხა ზეთი, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ბოთლი დაჰქონდა მოგზაურობისას, აღულინა ლოცვა კაცთმოყვარე ღმერთს, სიბრძნით ახსავსეს. თუ გსურთ, მოვისმინოთ წერილის სიტყვები. ითქვა, ილოცა, აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთო ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ. რამდენადაც ღმერთმა თქვა: მე შენთან ვარ და დაგიცავ გზაზე, რომელზეც მიდიხარ, ამიტომ ამბობს: თუ გააკეთებ იმას, რაც აღმითქვი. შემდეგ დასცინა თავისი მხრიდან თხოვნა ასეთი სიტყვებით: მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად. არა სიმდიდრე და არც ზედმეტი რამ უთხოვია, მხოლოდ პური და ჩასაცმელი, ჩასაცმელი სხეულის დასაფარად, პური აუცილებელი საზრდოსთვის. ყურადღება მიაქციე, ასეთი თხოვნით, როგორ დაგვიდგინა მოციქულებრივი სული. ასეთი დიადი სიბრძნით იყო სავსე წმინდანის სული. ამიტომ ქრისტე ამბობდა: ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქვენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამთა, ნუცა კეურთხსა, რამე თუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა. მან უკვე იცოდა, მისთვის არავის უსწავლებია, თავისთავად ისწავლა ჩვენს ბუნებაში არსებული მასწავლებლისგან და სურდა მიეღო უფლისგან თავისთვის მხოლოდ პურის საჭმელად და სამოსელის შესამოსად. თუ ამბობს, ეს იქნება ჩემთვის უცხო მიწაზე. შემდეგ კი აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთო ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად, მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან რასაც მომცემ, მეათეც შენ მოგიძღვნი. ყურადღება მიაქციე მართლის აღიარებას. როცა ის თხოვნას გამოხატავდა, რაიმე ძვირფასის თხოვნა კი არ სურდა, არამედ მხოლოდ პურის და სამოსის. როცა ფიქრობს თავის მხრივ აღთქმის დადებას უფლისადმი, იცის მისი სიუხვე, იცის რომ მისაგებელი მისი აღემატება ჩვენს რახვებს და ამბობს: ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან რასაც მომცემ, მეათეც შენ მოგიძღვნი. ხედავ ხომ ღვთისმოყვარულის განზრახვას. ჯერ არაფერი მიუღია, მაგრამ ღმერთს აღუთქვამს მეათეც იმისას, რაც მას მიეცემა. საყვარელნო, ნუ დავტოვებთ ნათქვამს უყურადღებოთ, არამედ ყველაფერში მიუბაძოთ ამ მართალს
ჩვენ, რომლებიც მადლის მოფენის დროს ცხოვრობთ, დავეშუროთ იმის მიბაძვას, ვინც კანონის შემოღებამდე ცხოვრობდა და არ ვთხოვოთ უფალს ჩვენსას არაფერი მიწიერი. ის არ ცელოდება ჩვენ შეხსენებას, თუნდაც ჩვენ არ ვთხოვოთ, თვითონ გვაძლევს, რაც საჭიროა. რამე თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. მოусმინოთ მას, როცა ის ჩვენ გვარწმუნებს ამბობს. ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ხედავ რომ ის მზადაა გაჩუქოთ თქვენ ისიც და დამატების სახით ამასაც გპირდებათ? ასე რომ თავარივით ნუ მოითხოვ იმას, რაც დამატების სახით უნდა მიიღო. ნუ დავარღვევთ წესრიგს, არამედ უპირველესად ვეძებოთ ის, რაც აღთქმად დაგვიდო, რათა ის მეორეც მივიღოთ. ამიტომ ღმერთი ლოცვის სიტყვებშიც წესებს და საზღვრებს განგვისაზღვრავს, რომლებამდეც უნდა ვითხოვოთ მიტევება. გვიბრძანა შემდეგი სიტყვების წარმოთქმა, რომლებიც ახსავსეა სიბრძნით. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, ესე იგი, ყოველდღიური სარჩო. ამასვე ამბობს მართალი, თუმცა არ მოусმენია ეს სიტყვები თავის ლოცვაში ამბობდა. მომცემს პურს, საჭმელად და სამოსელ შესამოსად. ამრიგად არ თხოვოთ მას არაფერი ცხოვრებისეული. სრულიად უღირსია ასეთი უხსა და ყოვლის შემძლეს თხოვო ის, რაც დაინგრევა ახლანდელ ცხოვრებასთან ერთად და მრავალცვლილებას და შემთხვევითობას ექვემდებარება. ასეთია ყველაფერი ადამიანური. მიუთითებ განას სიმდიდრეზე, ან ძალაუფლებაზე, ან ადამიანურ დიდებაზე. თხოვოთ ის, რაც არ არის წარმავალი, რაც არ გაუფასურდება და არ შეიცვლება. ვიცით რა სიკეთე უფლისა ჩვენისა, არ ვიფიქროთ ახლანდელზე, არამედ ყველა ჩვენი ძალისხმევა და სურვილი ზეციურისკენ მივმართოთ. თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. ამიტომ მით უმეტეს არ მოიძაგებს მას, ვინც ბოროტს ზურგი აქცია, ვინც გაექცა სიცრუეს, არამედ განსაკუთრებული განზრახვის ღირსად ყოფს მათ და ყველაფერში აჩვენებს თავის მზრუნველობას. ვიცით ეს საყვარელნო ვირწმუნოთ უფლის აღთქმა და ნუ მოვიქცევით მისი მცნების წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩვენს ამჟამინდელ საქმიანობას, მაშინ ჩვენ არაფრით განსხვავდებით ურწმუნოთაგან. თუ ის მომავალს გვპირდება, ჩვენ კი არ გვინდა აქეთკენ მისწრაფება და ვეკვრებით ახლანდელს, მაშინ სხვა რა მტკიცებულება უნდა ვეძებოთ, გარდა ურწმუნოებისა, როცა თვითონ საქმე ამას მოწმობს? ისევ თუ ის გვიანდერძებს, არ ვითხოვოთ მისგან დროებითი და ცხოვრებისეული კეთილდღეობა, არამედ ვეძებოთ ის, რაც გვიანდერძა. მაგრამ ჩვენ ვეძიებთ იმას, რაც არ უნდა ვეძიოთ და არ ვეძიებთ იმას, რისი ძიებაც გვიბრძანა. ასე ვიქცევით, ასე დაუდევრობით ვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, განვარისხებთ მშვიდ და მოწყალე ღმერთს. თითქოს ვივიწყებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, ვეძებთ ჩვენზე მისი რისხვის მიზეზს, რატომ გვტოვებს ასე ხშირად. როცა ჩვენ ვარდებით სხვადასხვა ცდუნებაში, არ ვიაზრებთ ჩვენი ცოდვების სიმძიმეს და საკუთარი ნებით ვეძლევით ცდუნებას. ამიტომ გთხოვ, უკუვაგდოთ ეს ყველაფერი და ჩვენს ხსნაზე წინ ნურაფერს დავაყენებთ. რამე თუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკვე თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს. ანუ რაი მისცეს კაცმა ნაცვლად სულისა თვისისა. ყველაფერში სიბრძნე გამოვიჩინოთ, უგულვებელყოთ ამაო დიდება. დავამარცხოთ ადამიანური სიამაყე, გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ ამ ქვეყნიური სიკეთეც მივიღოთ და მომავალიც, წყალობითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, თანა მამით და სული წმიდით ურთ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.